დავიწყოთ საუბარი ჩვენ სტუმრებთან კიდევ ერთხელ მივესალმები ზაზას და ზურას. ზაზა, თქვენ მინდა გკითხოთ, აი წეღან სიუჟეტიც ვაჩვენეთ. ჩვენ რომ სოფლიო ძალიან ხშირად ერთი და იგივე შეცდომას ხშირად უშვებს და ყველაზე დიდი ბოროტებები ძალიან ხშირად მომხდარა ვითომ დემოკრატიის კეთილშობილი მიზნების საფარულ ქვეშ და სახელით. და ახლაც ეს გაჩერებაც, ეს პაუზაც, რომელიც ირანის რეჟიმს ახალისებს, გასაგებია პოლიტიკურად, რომ ამ ეტაპზე ამერიკა არ იყო მზად ამ ტიპის ჩარევისთვის, მაგრამ აი მინიმუმ გაცემული დაპირება და შემდეგ პაუზა რა ვითარებას ქმნის და რა რაღაც სიტუაციური მორალით ხელმძღვანელობს თითქოს ადამიანთა ნაწილი და პოლიტიკოსებიც და საზოგადოებაც, მაგრამ აი რამდენ დაზარალებს ამ პროცესს გადავარჩინოთ თავისუფლება რეგიონში. ხო, მოგესალმებით ნათია, დიდი მადლობა მოწვევისთვის. რთული ვითარება რეგიონში და ძალიან რთული ამაზე ღიად მსჯელობა, ვინაიდან რაღაცნაირად ორ ცეცხლში ვართ ჩვენ ქართველები. რაც შეეხება სამომავლო ნაბიჯებს, აქედან დავიწყებდი, ხო? გუშინ წინ თქვა თეთრი სახლის პრესპიკერმა ლევიტმა, რომ მხოლოდ პრეზიდენტმა ტრამპმა იცის რა მოხდებაო. ეს არ ვიცი, კარგია თუ ცუდია, ალბათ ცუდია, იმიტომ რომ როცა ამხელა ზე სახელმწიფოს სისტემურ გადაწყვეტილებასთან გვაქვს საქმე, ალბათ იქ ვენცმა და რუბიო მაინც უნდა იცოდნენ, მაგრამ მეც ვეთანხმები, რომ ფაქტობრივად ასეა, მათ შორის შესაბამისად ეს იმას ნიშნავს, რომ მთელი ანალიტიკა, რომელიც ჩვენ შეიძლება წავიკითხოთ, მოვისმინოთ, ან ვიღაცას თვითონ კონდეს რაღაც აგებული, ხო, რაღაცაზე დაყრდნობა და არაფერს არ ნიშნავს, იმიტომ რომ ერთ დღეს აი ასე იქნება, რატო იქნება არ ვიცი. ერთი რაც ფაქტია და უკვე ამას უყურებ კარგახანია, არის ის, რომ აი რაღაც იდეალისტური კომპონენტი საგარეო პოლიტიკაში დასრულებულია, ეს უკვე მოცემულობაა. შესაბამისად, ის მორალური ასპექტი, რომელზეც აი მსახიობი საუბრობდა და ქართველების უდიდესი უმრავლესობა წუხს და რომელზეც ჩვენ დარდობთ ვინაიდან ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და პრეცედენტული кейსი იქნებოდა, ეს მორალური პრეცედენტი არაფერს არ ნიშნავს დღესდღეობით. ჩემთვის ერთი იმედგამოწურებელი გადაწყვეტილება იყო ირანის ლიდერებზე სანქციების დაწესება. ეხლა სანქცია შეიძლება დაუწესო დარახველიძეს და ამასაც კი არ აქვს აზე კოცი ამბობს, ხო, არაფრის შემძლე და ფიგურა რო არ არის, ფაქტორი რო არ არის. არაკინეტიკური გადაწყვეტილება. და ამ შემთხვევაში ხა აიათოლების ლიდერებზე სანქციების დადება არ არის ის, რაც ამ რეგიონს ჭირდება და რომელიც შეცვლის რეალობას ამ ვითარებაში. რა შეიძლება ითქვას, ამ მოცემულობაში ქართველებისთვის ყველაზე რთული იქნება, რომ ნავიგაცია გავაგრძელოთ, გადავრჩეთ ბჭყალებში, გადავრჩეთ იმ თვალსაზრისით, რომ მზად ვიყოთ, როდესაც შემდეგი შესაძლებლობა გაიხსნება, რომ ჩვენ დავიბრუნოთ ჩვენი ქვეყანა. ამ ეტაპისთვის აშკარაა ის, რომ ჩემთვის პირადად მე მგონია, რომ არ იცვლება აიათოლების რეჟიმი და ზოგადად ფორმულა შეიცვალა ავტორიტარების, ავტორიტარებზე ჰქონდათ ხო საწყისი სიუჟეტი, ფორმულა შეიცვალა, ავტორიტარები მოქმედებენ ახალი მეთოდით, ანუ ის რაღაც გარე შემაკავებელი ფაქტორები, თუნდაც შიდა შემაკავებელი ფაქტორები და გარემოებები პრაქტიკულად აღარ მუშაობს. რამდენსაც ჭირდება, იმდენს დახოცავენ. და რასაც უნდა იმას იტყვიან, ხო, ხა დახოცეს, არ ვიცი, სხვადასხვა შეფასებებია, როიტერმა დაწერა 3000, კათობით 1000-ზე წერენ, რამდენიც არ უნდა იყოს ეს იმაზე მეტია, ვიდრე შეიძლება 22 წელს მაგალითად 200 იყო, 2200-ზე მეტი ასე ითქვა. ანუ ეს საკმარისია, რომ რეჟიმმა ლეგიტიმაცია დაკარგოს, 100 რაღაცა კაცი მოკლა იანუკოვიჩმა და ამას გადაყვა ის, ხო? ეს იყო ალბათ ბოლო შემთხვევა, როცა ავტორიტარმა ამ შემთხვევაში რუსი იყო იქ მართველი, დაკარგა ხელისუფლება, მაგრამ მაშინაც დაკარგა ხელისუფლება რეალურად იმიტომ, რომ მეორე მხარე ფიზიკურად უფრო ძლიერი იყო. და აი ამასთანავართ, ამასთან მოვედით უკვე ბოლო წლების განმავლობაში, ვინც ერთი ფიზიკურად ძლიერია და ვინც ამ ძალის გამოყენებაზე არ იყოყმანებს, ის ინარჩუნებს ხელისუფლების სათავეებს. ამას უყურებთ ხოცების შემთხვევაში, მათ ნაკლები ჭირდება საბედნიეროდ იმისთვის, რომ ეს რეალობა შეინარჩუნონ და ამას უყურებთ ირანის შემთხვევაში, სადაც მათ ჭირდებათ ათასობით ადამიანის მკვლელობა იმისთვის, რომ აი ეს მკვლელი რეჟიმი შეინარჩუნონ. ეხლა იქ გარდაქმნილი ცოტა დემოკრატიული ირანი რამდენ დაწყობს იმ გარემოცვას, რომელშიც იმყოფება ირანი. ურის ქვეყნებს რომ გადავავლოთ თვალი. და სადაც არის ამერიკული ბაზები მათ შორის. უბრალოდ გამახსენდა ერთი რაღაც რომ თავის დროზე ირანელებმაც თავის პასტებით აირჩიეს ეს რეჟიმი რაღაც თვალსაზრისით. ან მთელი წლის განმავლობაში, ეს ირანის რევოლუცია ხო ერთჯერადი აქტი არ ყოფილა, ანუ ერთი წელი გრძელდებოდა 78-დან 79 წლამდე და მიზანმიმართულად თანმიმდევრულად, აი ეს
აირჩიეს და თქვენს რომ ეს გვინდა. და რა გადასამალია და ამ ყველაფერს დასავლეთიც ვერ შეედადგა, ხარში ედგა და ნუ რაც თავარია საკმაოდ ქმედითი ბერკეტებით ედგა გვერდში. ხა ეს პირველად და მეორედ არ მომხდარა, მით უმეტეს ამ რეგიონში, როდესაც დასავლეთმა ამერიკამ კონკრეტულად თავის ფეხში გაისროლა. ამიტომ ნამდვილად გმართებს სიფრთხილე, რაც შეეხება იმას, ხა შეიძლება თუ არა მოხდეს, რა თქმა უნდა, შეიძლება მოხდეს, მაგრამ რაც არ უნდა ავაგოთ, ხა კიდევ ერთხელ გავიმართ, იქნება სპეკულაცია. ფაქტია ის, რომ თურქეთს არ უნდა ცვლილება, რუსეთს არ უნდა ცვლილება, ირანს აქვს საკმარისი ძალა და ამ ძალას იყენებს და სანაცვლოდ გვთავაზობ პროპაგანდისტულ გზავნილებს და ნუ ენაზძვალი არა აქ როგორც კოცი ამბობს რაღაცას ისე ირანის მართველი ელიტა ამბობს რომ ეს იყო რაღაც აგენტები და აგენტებმა დახოცეს ათასობით ადამიანი. მოდი კოცებზე რო გადმოვიტანოთ ისე მსჯელობა ხო ძალიან რთულია მათი მდგომარეობა, იმიტომ რომ ნახეთ ვენესუელას შემთხვევა იყო, მადურო მათი მოკავშირეა, ხო ფაქტობრივად მათი მოკავშირე იყო, შინაარსობრივად ეს ყველანაირად ხო და ტრამპს რაღაცა თვალსაზრისით ბოდიში ეტენებიან, ანუ იმაზეც უც არ იტყოდნენ, ამაზეც უც ვერ ამბობენ და რაქნან და ბრიუსელი ლანძღეს. ეხა აქაც ეს ვითარებაა, რომ რეალურად ირანში ვითარების შენარჩუნება აწყობთ, უნდათ, როგორც რუსის ხელქვეითებს, ასევე აი დამოუკიდებელი ავტორიტარები რო იყვნენ მაგ თვალსაზრისითაც, მეორე მხრივ ირანი გამოდის და დღესაც აცხადებს, რომ ეს ყველაფერი არ მოხდებოდა, რომ არა ტრამპის წაქეზება, ხო? ხა ტრამპზეც უც ვერ იტყვიან, ირანზეც უც არ ამბობენ. შესაბამისად, აი ეგენიც ორ ცეცხლში არიან, ხო? მე რამდენად უკვე ზეც ვერ ლაპარაკობდნენ, სიკვდილზეც ვერ აქვთ. ხო, ჯერ სხვაზე დამაკდა, რომ აქაც ბრიუსელი უნდა გაელანძღათ, ანუ რაღაცა ამ კონტექსტში არ გაელანძღათ ბრიუსელი. შეიძლება ორშაბათი ნათლისღება, სამშაბათიდან იტყვიან ამას ალბათ. ამიტომ ძალიან რთულია ხა აქ პროგნოზებზე საუბარი, ჩვენ თავს უნდა მივხედოთ ჩვენი ამ ეტაპზე მოდი ასე ვთქვათ, პესიმისტური არა, მაგრამ რეალისტური ამოცანაა, რომ ვიმეორებ ჩვენი თავი შევინახოთ მანამდე, ვიდრე გვექნება შესაძლებლობების ფანჯარა. ამჯერად ეს შესაძლებლობების ფანჯარა რამდენად არის, არ ვიცი, არ მგონია რომ იყოს. ჩვენ უნდა დავბრუნდეთ იმ მოცემულობაში, რაც თავიდანვე ვთქვით, რომ აღარ არის პრიორიტეტები, რაც იყო ცივი ომის შემდეგ. ანუ დემოკრატიზაცია, ადამიანის უფლებები და თუნდაც იგივე არაბული გაზაფხულის მაპროვოცირებელი ფაქტორები, რაც ეგ ეტაპი დასრულებულია. ამერიკას კონკრეტულ ქვეყნებში აქვს კონკრეტული მიზნები. ხო, ეს მიზნები თუ შესრულდება, არ აინტერესებს იქ მაჩადო ერქმევა თუ არ ვიცი რა ქვია მადუროს მოადგილე დელსი როდრიგესი. კი ბატონო, ამ ხალხს. რომელსაც CIA შეფის შეხვდა გუშინ. კი ბატონო, ხო, ანუ შესაბამისად მათთვის ეს იქნება მისაღები. ხა ჩვენთვის საფრთხე ამ ვითარებაში და ამ პოლიტიკის შემთხვევაში ის არის, რომ თუ რაღაც თვალსაზრისით შეძლო ივანიშვილი რომ დამოუკიდებელი ფიგურა იყოს, ხო? ამ პარადიგმაში ჩაჯდებოდა. იტყოდა რომ რა გინდა, კი, ვარ, მომეც საშუალება რომ საქართველოს მართო როგორც მე მინდა და შენ საგარეო პოლიტიკურ და სხვა, რა ვიცი, სავაჭრო ინფრასტრუქტურულ მოთხოვნებს და ინტერესებს გავითვალისწინებ, ხო? მაგრამ საქართველოსთან ეს არ ხდება იმ მარტივი მიზეზის გამო, რაც 1000 ჯერ გვითქვამს, რომ ესენი რუსები არიან, ახლა როგორც ვერ დაალაგდება პუტინთან, რაც არ უნდა ცადოს, ვერ დაალაგდება პუტინთან, იმიტომ რომ არათავსებადია მათი მიზნები და ინტერესები, ხო? ესევე ამიტომ ვერ ლაგდება ივანიშვილთან. თორე ვიმეორებ, ივანიშვილი რო იყოს დამოუკიდებელი ავტორიტარი, დაალაგდებოდა როგორც აი ხა რასაც ვამბობთ, ხო? ანუ აიათოლებს აქვთ მაგის რესურსი. მაჩადოს კი არა და რა ქვია, ხო, როდრიგესს აქვს ამისი რესურსი. პრინციპში ყველას აქვს, ხო? ორბანსაც აქვს ამის რესურსი. ივანიშვილს არ აქვს, იმიტომ რომ რუსის გაგრძელებაა. აი ეს პასუხი მაინტერესებდა, იმიტომ რომ მართლა ყველა დალაგდა შუა აზიის ქვეყნებიც არ დაგვაწყდეს. ამიტომ ვერ ლაგდება, იმიტომ რომ არათავსებადია რუსის და ამერიკის ინტერესი. აზერბაიჯანიც არ დაგვავიწყდეს და ყველა მოახერხა საერთო ენის მართლა მეც მიგვირს. საერთო ენის გამოლახა და კოცებმა ეს ვერ მოახერხა. ამიტომ ვერ დაალაგდნენ, ვიმეორებ, თორემ რო იყოს დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურა ტრამპი ასეთებს ელაპარაკება და ნუ ჩვენ და სამწუხაროდ იქნებოდა ის რეალობა, როცა გვეყოლებოდა ვიღაც ავტორიტარი, დიქტატორი თუ რაც გინდა დავარქვათ და ნუ ის ამერიკის ინტერესებს გაითვალისწინებდა და სანაცვლოდ ექნებოდა რაღაც შიდა ავტონომია, რაღაც თვალსაზრისით, ხო, მაგრამ არ არის ეს ასე. აი რო შევადაროთ იგივე ალიევს, ხო, ხა როგორ შეიძლება ამ ვითარებაში გშურდეს, ასე ვთქვათ, ჭყალებში, ხო, მაგრამ ალიევი არის, რა ვიცი, პატრიოტი დიქტატორია, ხო, ასე ვთქვათ, ალიევმა დაუბრუნა აზერბაიჯანის ტერიტორიულთიანობა, აღადგინა, აკეთებს რაღაცეებს, ცხადია, ადამიანის უფლებები იქ თემა არ არის, დემოკრატია თემა არ არის, ბევრი პრობლემაა ძალიან, მაგრამ ვერ იტყვი, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც სხვა ქვეყანაზე მუშაობს და აზერბაიჯანის ინტერესების წინააღმდეგ, ხო? ეხლა ჩვენ რო ყავდეს დიქტატორი, რომელიც აფხაზეთს დაიბრუნებს, ცხინვალის რეგიონს დაიბრუნებს, მაგრამ შიგნით იქნება დიქტატორული მეთოდები, ცუდი იქნება ეს მეორე ნაწილი, მაგრამ
ანუ რაღაცით იტყვი რომ რაღაცა თვალსაზრისით კომპენსირება მოხდებოდა, ხო და აქ ყავს თან დიქტატორი და თან სხვა ქვეყანაზე მომუშავე. ამერიკასთანაც ამიტომ ვერ ლაგდება ვიმეორებ, ხო? აქ მას არ აქვს ერთი მხრივ დამოუკიდებლობა და ინტერესთა არათუ თანხმედრა არ არის და ვერ იქნება, არამედ აპრიორი შეუთავსებლობა რუსეთის და ამერიკის ინტერესების. ვენესუელას შემთხვევაში ეს კი რა თქმა უნდა ვენესუელა პირველ ადგილზეა ნავთობის მარაგებით სოფლიოში და ჩვენთვის ანუ არის გადაწყვეტილებები რომლებიც მორალურად სწორია მაგრამ მე გამოიწვევს ხოლმე ისეთ შედეგებს რომელიც საბოლოო ჯამში ძალიან დამაზიანებელია ჩვენთვის ქართველებისთვის რა ხა ერაყი ვახსენეთ და ერაყში რო შევიდა ამერიკა ნავთობის ფასი იყო ბარელზე $15 თუ სწორად მახსოვს $15-20 და გახდა $150 და ამას შექმნა პუტინი ნავთობ დოლარები ამან შექმნა პუტინი, რომელსაც გაეზარდა მადან, ის ავადყოფი, რომელიც იყო იმთავითვე და რომელიც იყო ტერორისტი, და ტერორისტებზე საუბრობდით და გავიხსენოთ რეები აკეთა პუტინმა, ხო? ის რაც გავანებოთ თავი ბერლინის ცენტრში მკვლელობას და ლონდონში ლიტვინენკოს პოლონიუმის მკვლელობას და სკრიპალების მოწამვლას და ასე შემდეგ, ანუ აი მაგალითად როგორ მუშაობს რუსული დიპლომატია. დიპლომატიური ფოსტით გააგზავნეს ყატარში ბომბი, რომელიც მე რუსმა ეგრეთ წოდებულმა დიპლომატებმა მანქანის ქვეშ დაუდევს მამაშვილ იანდარბიევებს და ააფეთქეს. ანუ ჩვეულებრივი ტერორისტი ეს არის ყველაზე უფრო ბანალური გაგებით ტერორიზმი, ეს გააკეთეს რუსმა დიპლომატებმა ეგრეთ წოდებულებმა. ეს ხალხი რო დაიჭირეს რაქნა რუსეთმა საპასუხოდ აიყვანა მძევლად ყატარის მოჭიდავეთა ნაკრები, რომელიც იმყოფებოდა მოსკოვში და გაცვალეს. ანუ აი ჩვეულებრივი ტერორისტია ტიპი და ამას ელაპარაკებოდა დასავლეთი 2022 წლამდე კი არა და დღესაც კი მიდის საუბარი რომ პუტინთან ხوار განვაახლოთ პირდაპირ ისინი რა ქვია კონტაქტები, ხო? შესაბამისად, ეხლა რაც შეეხება მადუროს შემთხვევას და ვენესუელას შემთხვევას გავიხსენეთ ზუსტად რომ ნორდოსტი, კურსკი არ ვიცი ბოლო ნორდოსტი, ბესლანი და ასე შემდეგ თვითონაც ყოლდა შერჩენთის ომებს და კორპუსების აფეთქება მოსკოვში. ნორდოსტი და ბესლანი ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ხა ჩვენ ტერორისტებს რა თქმა უნდა რა კუთხით ვიძახდე იქ როცა აიყვანეს ტერორისტებმა მძევლები, ერთი კაცი მოკლეს ნორდოსში ტერორისტებმა და 250 მოკლეს რუსებმა. 300 ბავშვი მოკლა პუტინმა ბესლანში. ანუ აი არა ადამიანები არიან ესენი. რაც შეეხება ვენესუელას მაგალითს, ანუ ამან უკვე გამოიწვია ის, რომ თუ სწორად მახსოვს $29 არის ბარელი ნავთობის ფასი ჩამოსული და რუსული ბიუჯეტი გათვლილი იყო $59-ზე. ანუ ბიუჯეტს ვერ ავსებენ ჩვეულებრივად და ივანიშვილის რეჟიმი გვეუბნება რომ რუსეთი უძლებელია. არა, ჩვეულებრივად მათ ეკნებათ და აქვთ უკვე ხელფასების და პენსიების და ჩვეულებრივად აი ამ ბრძოლოს შენახვის პრობლემა. ძალიან დიდი პრობლემა ექნება, შესაბამისად ეს ჩვენთვის ამხრივაც კარგია. ვიმეორებ ჩვენ რო ყავდეს ეროვნული რეჟიმი, აი ხელისუფლება კი არა, ეროვნული, მაგრამ რეჟიმი, ხო? ამას გამოიყენ მრავალი პლასტი არსებობს, სადაც შეიძლება ეს გამოიყენოს აშენოთ. თავი დავანებოთ იმას, რომ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის აღიარების უკან წაღებაზე რო შეგელია, ილობირო, მაგრამ კონტაქტიც კი არ ყოფილა ამაზე. კონტაქტიც კი არ ყოფილა, ვერ ელაპარაკებიან, არ ელაპარაკებიან, ახლა საცალია მაკაბოჭორიშვილს ამისთვის, ხო, ალბათ ნარადებს არჩევს და სადღაც ახლო აღმოსავლეთს კი შორეული აღმოსავლეთისკენ იყურება, ეგებ ვიღაცა მიიღოს, ან 57-დან ჩავა უნგრეთში. ხან ირანში რო ვერ ჩავლენ, ეს პრობლემა აქვს. ხო, შესაბამისად, მოდი ასე შევხედოთ, კი ბატონო, ჩვენთვის ქართველებისთვის ძალიან რთული რეალობაა, მაგრამ ხოცებისთვის კიდევ უარესი რეალობაა. ანუ მათ პატრონებს და მათ პარტნიორებს ძალიან უჭირთ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. დღეს განსაკუთრებულად შეუტიეს გერმანიის ელჩს. ლამის აბრალებენ იგივეს, რაც ირანში ისრაელს და ამერიკას, რომ ესე წააქეზა მკვლელობები, დაახლოებით ესეთი გიჟური ბრალდებებია და ეს ახალი ნარატივი შემოიტანეს, მაგრამ არ არის ახალი, ანუ კაი ხანია ამას ამბობენ. გერმანიის ელჩს დიდი ხანია სამიზნეში ყავდა თავსესხმიანი, იმიტომ რომ ვერაფრით ვერ მიაღწიეს იმას, რომ თავად თქოს უარი ამ ადამიანმა, ამ დიპლომატმა და წავიდეს საქართველოდან, ის წავა და ჯიუტად უკან და უნდა იგივე რეალობა, რაც ამერიკის შემთხვევაში აქვს, როდესაც ელჩი არ არის ადგილზე და რაც არ უნდა აქტიური იყოს საელჩო, ეს დიპლომატიური წონა არ ახლავს მის მოღვაწეობას. კი ბატონო.